მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მისი გულწრფელი, სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენ წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეოს გაჩერება და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგრძეთ ყურება, პირადი კონსულტაციისთვის დამიკავშირდით მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, მოგესალმებით პირველებო და გავიგოთ იმ ადამიანის გულწრფელი და სიღრმისეული ფიქრები თქვენზე, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. დავამატებ აქ არკანს. აქ გულწრფელად და სიღრმისეულად აქ მოდის ის განცდა თქვენზე, რომ შეიძლება რაღაც მოუყევით, ან თქვენი წარსული გამოცდილება, ან წინამორბედი პარტნიორი გაიხსენეთ მასთან. და ხვდება, რომ რაღაც მომენტებში თქვენ გიჭირთ ძირფესვიანად გამოეყოთ ძველ სამყაროს ან ძველ ურთიერთობას და ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ. ანუ მის თვალში ხართ ადამიანი, რომელიც რთულად თმობს თუნდაც ტოქსიკურ ურთიერთობას და რჩევია, რომ ძველი გამოასწოროს, გამოაკეთოს, ვიდრე ახალი დაიწყოს. რაღაცა ბიძგებს შეიძლება გაძლევთ ეს პიროვნება, თუ ჯერჯერობით ახალი ურთიერთობა არის, ან კომუნიკაცია მეგობრულ ენერგიაშია. თუ ისეთი სიტუაცია გაქვთ აქ, რომ ეს ძველი პარტნიორი აქცენტი ამ ადამიანზე არის, აქ შეიძლება დღეს დაფიქრდე ადამიანი და გულწრფელად და სიღრმისეულად ის ენერგია შეიგრძნო, რომ თქვენ მასზე ისევ ფიქრობთ. რაღაცით დაუმტკიცეთ ეს, ან რაღაცით დარწმუნდა. შეიძლება ეს იყოს ძალიან მცირე დეტალი, მაგრამ ეს ენერგია მან იგრძნო. ან შეიძლება იყოს მისი სურვილი, რომ ისევ ძლიერად გჭირდებოდეთ. სხვათა შორის აი აქ თუ ახალი ურთიერთობა ჩაიფიქრეთ ამ პიროვნებას თქვენთან სურს ურთიერთობა. აქ მეგობრული ენერგიით არ გიყურებთ ეს ადამიანი და თქვენთან იგეგმება, რომ თქვენ როგორც კი გათავისუფლდებით რაღაც ენერგიისგან, შემოვა თქვენთან ურთიერთობაში და ერთად ძალიან კარგ გუნდს ჩამოაყალიბებთ, ხელიდან არ გაგიშვებთ. ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ფუნდამენტი სჭირდება დარწმუნება, რომ თქვენ თავისუფალი ხართ უკვე. თუ ძველი პარტნიორი არის, არ გამორიცხავს, რომ თქვენი კავშირი არ ღრდგეს, არ გამორიცხავს, რომ თქვენთან ურთიერთობაში ისევ შემოვა, იმიტომ რომ თვითონვე რაღაც ისეთი განცდები დაეუფლა, რომ თქვენმა ძალისხმევამ ან რაღაც მოთმინებამ ან მინიშნება მასში ემოციები ხელახლა გამოიწვია, ესეთი სიტუაცია არის. ამ ურთიერთობის გამოსწორება, დალაგება, აღდგენა, ბევრი ხლაფორთები იქნება, მარტივი არ იქნება, ბევრი პასუხისგებლობების აღება იქნება, ძველი წყენები თუ გაქვთ ამ სიტუაციების საბოლოო გადაჭრაც მოდის. მაგრამ აქ რეალურად ისეთი სიტუაცია არის, რომ თუ მამაკაცმა მოინდომა და ამ ასე ვთქვათ, გაყინული ენერგიიდან თავი გაითავისუფლა და შიშებს გაუმკლავდა ან თავის შეცდომები აღიარა, ყველაფერი გამოვა. თქვენ მზად ხართ. რომ ეს ადამიანი დაიბრუნოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო გაშლა. იქნება ისეთი მაყურებელი, რომელიც გამორიცხავს, არ მინდა მასთან დაბრუნება დამიწერთ, მაგრამ ვინც ელოდებით, ვისაც გინდათ, აძლევთ ისევ იმედს, შანსს ადამიანს,
გამოვა აქ სიტუაცია ისეთი, თქვენთვის ასიკეთო ენერგია მოდის. თუ არა და შეიძლება თქვენს ცხოვრებაში, რაც ვისაუბრე, შემოვიდეს ისეთი მეგობარი, რომელიც თქვენით არის დაინტერესებული, მაგრამ მოგცემთ დროს, რომ ძველი ურთიერთობა საბოლოოდ გაუშვათ, თუნდაც ბრაზი გაუშვათ ამ ადამიანზე და შემდგომ უკვე იაქტიურებს თქვენს მიმართ. მე დაგემშვიდობებით და ვნახოთ მეორე პოზიციაზე ტარო რას გვეტყვის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების სიღრმისეული და გულწრფელი ფიქრები თქვენზე როგორი არის. აქ ძალიან რაღაც საყვარელი ადამიანი ხართ ამ პიროვნებისთვის ძალიან ესაყვარლებით. რაღაცაზე გაკვირდებათ, როგორ გამალებით ცდილობთ, რომ რაღაცები შეისწავლოთ, ან შეიძლება სწავლის პროცესში გიყურებთ ხოლმე, ან შეიძლება სამუშაო პროცესში გიყურებთ, თუ ახალბედა ხართ სადმე, მით უმეტეს ძალიან გაკვირდებათ და ამ პროცესში განსაკუთრებით ფიქრობს, რომ როგორი საყვარელია ეს ადამიანი. რაღაც მის გულში ძალიან ბავშვურ ნათელ ემოციებს იწვევთ. ამ ადამიანს აქვს ის შიში, რომ უნებლიეთ რაღაც სიტყვით ან არ დაგაზიანოთ, ან თქვენი გული არ გატეხოს, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს თქვენი ურთიერთობა ისეთი, რომ მას ეფარებოდეს, რომ რაღაც შენიშვნა შემოიტანოს თქვენთან, მაგრამ რაღაც ისე ფაქიზად გიდგებათ, რომ თქვენი გული არ გატყდეს, რადგან ფიქრობს, რომ რაღაც მომენტებში ცოტა დაბნეული ან გულნატკენი ხართ, ან შეიძლება მალე გწყინთ რაღაც მალე ბრაზდებით, მალე ძალიან მარტივი არის, რომ თქვენს გულს შეეხოს. და აქედან გამომდინარე შეიძლება გქონდა ისეთი მომენტები, რომ რაღაც უხეშად გამოუვიდა ან რაღაც ისეთი გითხრათ, რომ თქვენ გეწყინათ და აი ამის შემდეგ რომ დაფიქრდა ეს ადამიანი თქვენზე იმას ფიქრობს, რომ აი ისეთი საყვარელია, ისეთი კარგია ეს ადამიანი, რომ მასთან ტაქტიკა, მიდგომა უნდა შეუცვალო და მის გულს უნდა გავუფრთხილდე. ანუ თქვენს ურთიერთობაში ამ ადამიანმა დაიწყო მოფრთხილება, ამ ადამიანმა დაიწყო ინვესტიციის ჩადება, ამ ადამიანმა უფრო სხვანაირად დაგინახათ. ამ პიროვნებისთვის ხართ მამოძრავებელი ძალა და ენერგია. გულწრფელად და სიღრმისეულად თქვენზე იმას ფიქრობს, რომ ხართ ზრდასრული ადამიანი, მაგრამ ხანდახან ძალიან ბავშვური. აი ხანდახან ძალიან ისეთი სენსიტიური, რომ ფეხის ნაბიჯებზე უნდა იაროს თქვენთან კომუნიკაციის დროს. თუნდაც აქ არის კვერთხების დედოფალი. მის თვალში ძალიან ქარიზმატული შეიძლება იყოთ, ან შეიძლება იყოთ აქ მის თვალში ძალიან ენერგიული ადამიანი. აქ მოდის ისეთი ფიქრები, რომ მას იზიდავთ ძალიან. ოღონდ ეს მიზიდულობა, ეს თქვათ სექსუალური ენერგია მასთან აი უფრო რაღაც გრძნობის გავლით არის თქვენთან მიმართებაში, რომ აი ჯერ რაღაც თქვენი ეს შინაგანი მდგომარეობები მოსწონს და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ბუნებრივად უჩნდება თქვენთან იმის განცდა, რომ უფრო ახლოს იყოს და უფრო მეტი ვნება გამოგივლინოთ. მისი გულწრფელი და სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. სხვათა შორის ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი საუკეთესო წლები ჯერ არ მოსულა. ცხოვრებაში ბევრი რაღაც გელოდებათ, რომ ძალიან შეიცვლებით, რომ უკეთესი ვერსია ჩამოყალიბდებით, რაღაცა ძალიან ისეთ დამშვიდებულ ენერგიაში გხედავთ. ან შეიძლება თუ საქმეში არის აქ საქმე გაერთიანებთან რაღაც აქ შეიძლება იყოს მისი გულწრფელი ფიქრი იმაზე, რომ სჯერა ამ პიროვნებას, რომ თქვენ საქმეში ძალიან დიდ წარმატებას ნახავთ და დამწყები პოზიციიდან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კულმინაციით დაამთავროთ, შეიძლება რაღაცის ხელმძღვანელი გახდეთ. აი რაღაცა თქვენში დიდ პოტენციალს ან იმედს ხედავს. გულწრფელი სხვათა შორის აქ მისი გულწრფელი ენერგია უფრო მოდის თქვენს დღევანდელ საწყისზე და თქვენს შედეგებზე, ანუ როგორც ცალკეულად თქვენი განვითარება, ასევე ურთიერთობის განვითარებაზე აქვს აქცენტი. დაგემშვიდობებით მეორეებო.
გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე და გავიგოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გულწრფელი და სიღრმისეული ფიქრები თქვენზე როგორი არის. აქ აქ ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ ყავს ამ პიროვნებას კონკურენტი, რომელზეც ფიქრს ვერ წყვეტს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ყავს თქვენთან მიმართებაში კონკურენტი. მასზე უფრო ლამაზი, მასზე უფრო შემდგარი, მასზე უფრო წარმატებული, შეიძლება თქვენს კოლეგაზე ჰქონდეს ეჭვიანობა. ან ისეთ ადამიანზე, რომელსაც რაღაც მიღწევები და რესურსი აქვს და რომელიც თქვენს გარშემო ტრიალებს. ეს თვითონ. არის ორი მამაკაცის ბრძოლა. შეიძლება ერთმანეთს ერთად არ იცნობდნენ, ან შეიძლება იცნობდნენ, მაგრამ ფარული მიუღებლობა, ფარული დაძაბულობა და ის შეგრძნება, რომ მე ამ ადამიანს ვერ ვიტან. ანუ ეს პიროვნება თქვენ ვისაც ფიქრობთ, ამ პიროვნების გულში არის ისეთი კონკურენტი, რომელსაც ვერ იტანს თქვენს გამო. მისი სიღრმისეული ფიქრები და გულწრფელი ფიქრები თქვენთან მიმართებაში იმაზე სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ახლა ჩანდეს. ამ პიროვნებას სურს თქვენთან სტაბილური, სერიოზული ნაბიჯი. ამ ადამიანს აქვს ჩაფიქრებული, რომ თქვენ მისი შვილების დედა იყოთ. ამ ადამიანს აქვს ჩაფიქრებული, რომ თქვენ მხოლოდ მას ეკუთვნოდეთ. ამ ადამიანს უნდა, რომ რაღაც თქვენი პირადი სივრცე შექმნათ, სადაც იქნებით მხოლოდ თქვენ ორნი. თუ ეს ადამიანი ჯერ კიდევ თქვენი მოხიბლის ეტაპზე არის და რაღაც მომენტში ხვდებით, რომ გარშემო ტრიალებს და რაღაც აფორიაქებს, ეს შეიძლება იყოს თქვენი კომუნიკაციის გამო. ანუ ეს შეიძლება იყოს მეგობრები, ეს შეიძლება იყოს სოციუმი, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ერთი ადამიანი, რომელიც თქვენს გარშემო უცნაურ ადგილებში შეიძლება ჩდება და ძალიან გულწრფელად მეგობრობთ ამ ადამიანთან, მაგრამ ამ პიროვნებას არ სჯერა ამის. აი რაღაც ვიღაც ბარიერი ყავს ამ პიროვნებას, რომელსაც იცის, რომ გვერდიდან გაწევს და მერე უკვე ყველაფერი კარგად აეწყობა, აი ასეთი განცდები აქვს. აქ შეიძლება იყოს ამ პიროვნების მხრიდან ძალიან ძლიერი ეჭვიანობები, მესაკუთრეული შეგრძნებები და აი ამ ყველაფერს იმით ამართლებდეს, რომ კი მე იმიტომ ვარ ესეთი მესაკუთრე ახლა, იმიტომ ვარ ესეთი ასე ვთქვათ, ყურადღებით ამ საკითხებთან, რომ თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თქვენ მისთვის განსაკუთრებული ხართ და შეიძლება ვერ აკონტროლებდეს თავის ემოციებს აი ამ კუთხით, იმიტომ რომ მე მინდა შენთან ოჯახი, მე მინდა შენთან შვილები, მე მინდა რომ შენ იყო ჩემთვის ყველაფერი, მეგობარიც, დედაც, მამაც და სხვა არავინ არ გვჭირდება. ესეთი პოზიცია აქვს გულწრფელად რომ დავფიქრდეთ. თქვენზე ზოგადად იმას ფიქრობს, რომ აქტიური ადამიანი ხართ, თქვენზე სხვა შორის იმასაც ფიქრობს, რომ ცოტა შიში აქვს, რომ შეიძლება ესე კლასიკური ვერსიით მეოჯახე ქალი აი ძალიან ესეთი ხო, აი სამსახურს რომ დათმობს შვილების გამო, რომ ყველაფერს დათმობს, უბრალოდ მხოლოდ მათი ბედნიერების გამო იცხოვრებს. აი ამაზე ცოტა შიშები აქვს, რომ შეიძლება თქვენი პირადი სივრცეც გქონდეთ, ამას შეუთავსოთ და ჯერ არ იცის, აი როგორ შეეგუება ამ მდგომარეობას და ფარულად აი ეს ფორიაქები აქვს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ ხართ აქტიური, კრეატიული, შეიძლება რაღაც ხელოვნებასთან გაქვთ კავშირი, ან შეიძლება რაღაც მომენტებში აი თქვენ პირადი სივრცეთან თავისუფლება გიყვართ და აქედან გამომდინარე ცოტა ისეთი ფიქრები აქვს ხოლმე, რომ აი დრო რომ გავა, უნდა რომ თავისი შეხედულებები ცოტა თქვენს შეხედულებებზე მეტად დომინანტური იყოს. ასეთი პოზიცია გამოვიდა, სიმართლე არის აქ, რომ სერიოზულად უყურებს ურთიერთობას, ეს პიროვნება უბრალოდ აქვს მას შინაგანი ახელვებები და
ცოტა ფობიები. და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.